ეხლა ეს ძალიან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაზე საუბარი და ზოგადად ამის გააზრება არის უმნიშვნელოვანესი. ზოგჯერ ადამიანი ჩემო ძვირფასებო ისე ცხოვრობს და ამ დიდ ღვთაებრივ მოვლენას ისე უყურებს, თითქოს არაფერიც ისეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილიყოს. აი მთავარი ამ დიდი ღვთაებრივი მოვლენების უბრალოდ ცოდნა ან დაზეპირებით ცოდნა კი არ არის მთავარი. მთავარი ამ მოვლენების სწორედ გააზრება ვისწავლო. რომ აი აქ რა აზრიდებს, რას უნდა ჩაუღრმავდეთ, რას უნდა დავაკვირდეთ და რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, რომ ჩვენი ცხოვრება რაღაცით უკეთესობისკენ შევცვალოთ. თორემ თუ ჩვენ ვისმენთ, რაღაცებს კითხულობთ, მაგრამ ოდნავათაც არ ვიცვლებით და ისევ ცხოვრობთ, რაღაცა მოგვინდა და ჩვენ ნებასურვილებზე დავიარებით, მე ეს მინდა, მე ის მინდა, ესე რომ ცხოვრობენ. ხო, მაშინ და არაფერი სიკეთისკენ ცვლილება არ არის, საღვთო ცვლილება, ფერის ცვალებას რომ ეძახი. მაშინ ამ ყველაფერს აზრი ეკარგება. ამიტომ აი ძალიან თხოვთ, ახლა ნახეთ როგორ დავაკვირდეთ. ჩვენ მე შეგახსენებთ, რომ თუ სამყარო ღმერთმა სიტყვით შექმნა, ადამიანის შექმნას სულ სხვანაირად ახორციელებს. შემოქმედებითად უდგება. ღმერთი, როგორც შემოქმედი, ნახეთ, აიღო მიწა, თიხა ამ შემთხვევაში კარგად იჭრიტება, ასე და გამოძერწა ასე ადამიანის ნაირი ქანდაკება. მაგრამ ადამიანის ქანდაკება თქვენ გინახავთ, მოძრაობს, მას შეუძლია გადაადგილება, მისი გული ფეთქავს, მას შეუძლია სიყვარული და აი მერე ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი გასააზრებელი, რაც ახლა ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენს გონებაში, არის ის, რომ ადამიანს ღმერთი აძლევს თავის ხატებას და მსგავსებას სულს. ანუ რომ ვამბობთ, რომ ადამიანის შექმნა თავის მსგავსად და ხატად, ეს კი ანიშნავს, რომ ფიზიკურად ასეთია ღმერთი. აქ არის სულიერ ხატებაზე და მსგავსებაზე ლაპარაკი. ანუ რომ ვამბობთ, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად, ეს ნიშნავს, რომ სული მოგვცა ღმერთის ხატად და მსგავსად. აი ის სული რომ შთაბერა ადამიანს, ამის მერე გაახილა ადამიანმა თვალები, ამის მერე დაიწყო მოძრაობა, ამის მერე დაიწყო გულმა ფეთქვა და გულში სიყვარულის ჩაღვრა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რა შესაბამისად რა საიდუმლოს გვიმჟღავნებს ეს ფაქტი. ასე მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენ უკვე ვხვდებით, რომ ადამიანის ცხოვრება ორი მთავარი ნაწილისგან შედგება. ადამიანის პიროვნება სხეულისგან, რომელიც მიწაა იგივე, და სულისგან, რომელიც ღმერთის მსგავსი და ხატია. მაგრამ უყურეთ, არსებითი მნიშვნელობა რას აქვს, სული რომ შთაგვბერა, მერე დაიწყო მოქმედება სხეულმა. მოვა და იცით თქვენ, რომ ადამიანი ღმერთმა 64-ში დაასახლა ედენის ბაღში და 64 არის ადგილი, სადაც არ ღამდება, არ ცივდება ადამიანი, არ ესე იგი სჭირდება დასვენება, დაძინება, ძალების აღსადგენად, არ სყინდება, არ სტკივდება, ნერვს არავინ არ უშლის. აი ესეთი ადგილია 64 და 64-ში ყველაზე მნიშვნელოვანი იმით არის, რომ ადამიანთან ერთად 64-ში ღმერთიც იქ არის. ანუ ღმერთი და ადამიანი ერთად არიან. უყურეთ რა საინტერესოა, ასე წერია, რომ ანგელოზები და მთავარ ანგელოზები ძრწიან ღმერთის წინაშეო, მისი განახვაც არ შეუძლიათ. ისეთი მწყინავი და ლამაზია ღმერთი.
და ჩვენ კიდე ერთად ცხოვრობდით სამოთხეში, ისეთი პატივი მიეგო ადამიანს. აი ამის შემდეგ იცით თქვენ რომ ადამიანმა თავისი არასწორი ქმედებით ღმერთის წინააღმდეგ წასვლით, რომელსაც ცოდვა ჰქვია, აი ეს ჰარმონია, ეს სილამაზე ღმერთთან ყოფობის დაარღვია და ადამიანმა დაკარგა სამოთხე. დაკარგა ეს ძალიან ჰარმონიული ლამაზი წყობა. აი ბარემ ამასაც გეტყვით რომ რა საინტერესოდ იყო იცით ადამიანის სამოთხეში. სული მისი უკვდავი და დაუსრულებელი სული ადამიანის ადამის საზრდოს იღებდა ღმერთთან ყოფობის სიყვარული და სული ძალას გადასცემდა და ენერგიას სხეულს. ამიტომ არ სჭირდებოდა სხეულს ძილი, კვება, გართობა, დასვენება და ასე შემდეგ. როგორც გითხარით, ესე იგი სული აძლევდა სხეულს ძალას და ენერგიას და სული კი თავის ძალას და ენერგიას იღებდა ღმერთთან ყოფობის სიყვარული. მაგრამ უყურეთ, დაიღვა ეს ჰარმონია, დაიშალა ეს ჰარმონია, ეს ყველაფერი და ადამიანი აღმოჩნდა დედამიწაზე. ეხლა ნახეთ როგორ ადამიანი ღმერთმა როგორც მოაწყო, ასე კი არ ცდილობს აღადგინოს ის დაკარგული. პირ უკუ დაიწყო ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით, თავისი ადამიანური ასე თქვათ სისუსტეებიდან გამომდინარე პირიქით უნდა რომ აღადგინოს ის კავშირი. და ასაკეთებს პირიქით, იცით? იწყებს სხეულის სიამოვნებას და ფიქრობს რომ ამით გადასცეს სულს ენერგია და ძალა. მაგრამ ღმერთმა პირიქით შექმნა და ასე მოქმედებით გამოუარა მე. და აი როცა ასე არასწორად იქცევა, აი მოდი დავაკვირდეთ დღევანდელ ჩვენ ყოფას, როგორ ცხოვრობს ადამიანი. ადამიანი ასე ფიქრობს, აბა რა სიამოვნება მივანიჭო ჩემს სხეულს. რაც მინდა ის რომ ჭამო. აი ანახეთ, დავაკვირდით ადამიანის გემოვნება როგორია. ხან ასეთი საჭმელი უნდა, ხან ასეთი, ეხლა ასეთი, ეხლა მწარე უნდა, ეხლა მჟავე უნდა, ეხლა ტკბილი უნდა, ეხლა წამოწოლა უნდა, ეხლა დაძინება უნდა, ეხლა ზღვაზე წასვლა დასვენება, ეხლა ეს მანქანა, ეხლა ის მობილური, ეხლა ეს ბურთი და სულ რაღაცა უნდა რა და იცით რას ფიქრობს? მოდი ეხლა ამ ჩემს სხეულს რომ მოუნდა ეხლა კაი ხინკალი, კაი ხინკალს შევჭამ, სიამოვნებას მივანიჭებ ჩემს სხეულს და იქნება ამით სხეულმა გადასცეს სულ სიყვარული. პირიქით ფიქრობს, მაგრამ პირიქით გამოვა და ასე ამბობენ წმინდა მამები, ეკლესიის მამები, რომ ამ პირიქით უკუღმა ქცევით არათუ სულს ძალა ეძლევა, წარმოიქმნება ვნებები. აი ეთო მასწავლებელო, ჩვენ რომ ვამბობთ ხოლმე, ვნებები არის მრავალგზის გამეორებული ცოდვების შედეგად მიღებული ჩვენი უკეთური საქციელი, აი მიწიერი მიდრეკილება, რომელიც ღმერთის წინააღმდეგ განგვაწყობს. და ადამიანმა რომ ასე თავისი თავი მიუშვას, იცი რა გამოვა? სულ უნდა ადამიანს არა ის რაც ღმერთს უნდა და რაც ღმერთი მოითხოვს ადამიანისგან და რაც ჩვენთვის სასარგებლოა, არამედ მას ის უნდა იმის საწინააღმდეგო სულ. მიხდით? უნდა რომ მას აქებდნენ, მას დიდებას და ხოტბას ასხამდნენ და საკმარისია შენიშვნა მიცენ, აი მაგალითად ლიზის აყვარელს, ხო? ლიზი შეიძლება გაიბუტოს. აღარ მინდა, აღარ ჭამა მინდა თქვენი არაფერი, დამანებებს უყველამ თავი. ნახეთ, ეს ყინა ადამიანს ასეთია. ეს უკვე ვნებებია, სიამაყე, ამპარტავნება, გაბუტვა, ის მაგალითად პროტესტის გამოთქმა, სიძულვილი, მერე შური დაიწყება, მტრობა ურთიერთშორის, აი სულ ვნებები არის და სამწუხაროდ გულში ეს იყრის თავს და ეს როგორი რაღაცებია, იცი, აი როგორც ბორკილები რო დაადო გულს, აი საპყრობილეში რო ჩასვან და თითქოს ამ მე რო ჩამოგითვალეთ, ამ ვნებების ტყვე ხდება გული და გული უკვე რას ითხოვს, იცი ადამიანს რას თხოვს?
რა უნებებიცაა გული იმ ცოდვის ჩადენას. აი თუ აქ არის მოთხოვნილება სასმელის, საჭმელის, დასვენების, გართობის, დიდების, პატივისცემის, გამორჩენის რაღაც, რომ ადიდონ და პატივისცემ, ესენი თხოვრის, მე რომ ეს მინდა, ეხლა ის მინდა, ეხლა ეს მინდა და აი ასე იჩნდება ეს სიამოვნების მოყვარეობა ადამიანს. ეხლა ჩემო ძვირფასებო, ძალიან ტრაგიკულად წარიმართა კაცობრიობის ბედი. კაცთა მტერმა, ბოროტმა, თავის ასე თქვათ დემონებთან ერთად სლია ადამიანს და ადამიანმა თავისი დაკარგული სამოთხე ვეღარ დაიპყრო. აი უყურეთ, ჩვენ რომ სამოთხეში მინდა გითხრათ, უკვდავიც იყო ადამიანი. სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია. როგორც სიბნელე არ შეუქმნია ღმერთს, ისევე არ შეუქმნია ბოროტება. ეს ნახეთ რა მოხდა ადამიანმა თავისი არასწორი ქმედებით ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო დააზიანა. და უყურეთ ჩემო ძვირფასებო, როგორც გითხარით, პირუკუ დაიწყო ადამიანმა და დაიწყო ეხლა სხეულის პატივისცემა, სხეულის სურვილების შესრულება, რომელიც ღმერთის საწინააღმდეგო გამოდგა და ასეთი ცხოვრებით ცოდვისკენ და უფრო ღრმა ცოდვისკენ წავიდა კაცთა მოდგმის ისტორია და კაცობრიობის ისტორია შეიძლება ითქვას ტრაგიკულად განვითარდა. ადამიანმა ვერ შეძლო სამოთხის დაბრუნება. ესე იგი, მოდი უფრო ასე თქვათ რეალურად რომ ვთქვათ და მწარეთ რომ ვთქვათ, უფრო ცუდად რომ ვთქვათ, აი და ჩვენთვის უფრო გასაგებად. ადამიანს სიხარული აღარ ქონდა. იმიტომ რომ სამოთხის გარდა მეორე ადგილი, სადაც ასევე მარადიული ადგილია, ეს არის სატანჯველი მარადიული, მარადიული სიბნელე, მარადიული ტკივილი, მარადიული უგმაყოფილება, მარადიული კამათი, ჩხუბი, დავიდარება, ამას ჩვენ ჯოჯოხეთს ვეძახით და სამწუხაროდ ყველა ადამიანი ჯოჯოხეთში მიდიოდა. იმიტომ რომ თავისით ადამიანმა ვერ შეძლო სამოთხის დაბრუნება. ბოროტი ძალა ადამიანზე ძლიერი აღმოჩნდა და ამიტომაც მივადექით ჩვენ მთავარ სათქმელს. კაცობრიობის ისტორია ორად იყო. ძველი ისტორია, ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. და შუაში გამყოფი ხიდი აი ამ ორი აღთქმის, ორი ისტორიის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში, როცა მხსნელი მოევლინა ადამიანს. ეს მხსნელი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც არის ღმერთი, ჩამოვიდა ზეციდან, იქცა ადამიანად, ადამიანი ლიზი გაბრიელაშვილი, რომ ისევ სამოთხეში წაიყვანოს. წარმოვიდგინეთ რა საინტერესოა. ღმერთი სრულყოფილი სიყვარულია. ღმერთს არაფერი არ ჭირდებოდა, არც სამყარო შექმნა, ჩემო ლიზი, ჩემო ძვირფასო, იმიტომ რომ სრულყოფილი სიყვარული რას ნიშნავს? ერთი წვეთი აღარ აკლია, რომ დაამატე. რომ დაამატებ, ადგილი არა. სრულყოფილი ამას ნიშნავს. ასეთია მამა, ძე და სულიწმიდა. მაგრამ იმან ზუსტადაც ჩვენი შაშიანელი ანანოს გასაბედნიერებლად შექმნა სამყარო. როგორც გინდა თქვენთვის დაუჯერებლად ჟღერდეს, ზუსტად მინი ბლიაძის გულის გასახარებლად შექმნა სამყარო და ჩემი საყვარელი ლიზა ცაკაშვილის გასაბედნიერებლად. რომ ის სიხარული, რაც ცემების გულში ტრიალებს, სიყვარული ყველას და ყველაფრის, მას უნდა რომ თქვენმა გულებმაც იგრძნოს. ჩემმა ელენე ვარდოსანიძემ რომ იგრძნოს გულში რა სიყვარულით შექმნა სამყარო ღმერთმა. აი ამისთვის შექმნა. ანუ ასე წერია ძალიან ლამაზად, რომ ესე იგიო სიკეთის და სიყვარულის სიჭარბის გამო, ესე იგი იმდენი სიყვარული ქონდა, რომ აღარ დაეტიაო და გადმოიღვარა სამყაროს შექმნა. ახლა ნახეთ რა გააკეთა. ღმერთი, აი მაგალითად თქვათ, გვანცა მჭედლიძეზე. გვანცა რომ დაიბადა,
გვანცა სანამ დაიბადებოდა ხო არ არსებობდა. გვანცა როცა მოევლინა ამ ქვეყანას დედიკოს მუცელში რო ჩაისახა, მაშინ არაფრისგან ჩაისახა გვანცა დედიკოს წიაღში და როცა მოევლინა ამ ქვეყანას, მაშინ დაიწყო მისი სიცოცხლე. მაგრამ ასე არ გაიგოთ ღმერთზე. იესო ქრისტეზე ასე არ გაიგოთ, რომ თითქოს ქრისტე რო იშვა, მანამდე იესო ქრისტე არ არსებობდა. ეს არასწორი. იესო ქრისტე ღმერთია, იყო სამოთხეში, მაგრამ იესო ქრისტეს შობა ბეთლემში რო იშვა, ეს ნიშნავს, რომ ღმერთი ჩამოვიდა დედამიწას ჩვენს გადასარჩენად. უფრო მეც გეტყვით, ღმერთი ერთადერთი მიზნით ხო გითხარით სრულყოფილია, მას საერთოდ არ სჭირდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ფიქრობდა დემეტრე როგორ გადავარჩინო და დემეტრეს როგორ გაუყვალო გზა, როგორ დაიბრუნოს დემეტრემ სამოთხეო. და სამოთხეში ხო ვერ მიდის ვერავინ. ყველა მიდიოდა ჯოჯოხეთში. ანუ ნახელიძე ჩვენზე ფიქრობდა იესო ქრისტე, რა გაეკეთებინა ისეთი, რომ ჩვენ ადამიანებისთვის მართა ასანიძესთვის მიეცა შესაძლებლობა იმისა, როგორ დაებრუნა თავისი დაკარგული სამოთხე. და ერთადერთი ვარიანტი იყო, ღმერთი უნდა ქცეულიყო კაცად. ღმერთი უნდა მოსულიყო კაცივით, ადამიანივით და ადამიანის ყველა ცოდვა თვითონ ეკითხა. აღმდგარიყო მკვდრეთით, მომკვდარიყო ჩვენს გადასარჩენად, აღმდგარიყო მკვდრეთით და საიდანაც მოვიდა, იქ დაბრუნებულიყო და აქ ჩვენთვის შეექმნა ეკლესია, რომელიც არის ერთადერთი კიბე. ის კიბე, როგორ დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული სამოთხე. აი ახლა მე გითხარით არსი კაცობრიობის გადარჩენის. აი ამ მისიით, ამ მიზნით მოევლინა კაცობრიობას მხსნელი ქვეყნისა, მხსნელი კაცთა იესო ქრისტე, ტკბილი იესო. მე მარემ ამ ისტორიასაც მოგიყვებით, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ესე იგი მეფეს ბრძანება გამოვიდა მეფის, რომ ყველა თავის მშობლიურ სოფელში, ქალაქში დაბრუნდიტო, აღწერა მიმდინარეობდა. აი მაგალითად ახლა ილია ბიწაძე ხო არის ჭიათურიდან, ხო და ბანაკში რო იყო ჩვენთან ბაკურიანში და სიტყვაზე რომ ორი თვე რომ ბანაკში ვართ და თოში ბუნდაობ და აი დროს ვატარებ და აი ამ დროს კანონი გამოვიდა ჩვენ ქვეყანაში, რომ ყველა თავის მშობლიურ სოფელში ჩაბრძანდით, მშობლიურ ქალაქში ჩაბრძანდით, აღრიცხვა ხდება. ილია ვინაიდან ჭიათურელია, სასწრაფოდ წავიდა ჭიათურაში. მე და ლიზი რუსთაველები ვართ, წამოვედით რუსთავში. ნინი ბლიაძე ხაშურელია, წავიდა ხაშურში და ყველა თავის მშობლიურ ქალაქს მიმართა და ესე იგი მარიამის და იოსების მშობლიური ქალაქი იყო ბეთლემი. ჩამოვიდნენ და სანამ ჩამოვიდნენ, მაშინ ყო არ იყო სწრაფი ტრანსპორტი. მობინდდა უკვე მოსაღამო. ხო და იმდენი ხალხი ჩამოსულა ამ ბეთლემში. ადგილი აღარ იყო სახლებში. ვეღარ იქირავეს სახლი, რომ სად გაეთენებდათ ღამე. აი ამ დროს სულიწმინდის მადლის ძალით იცით თქვენ, რომ ყოვლადწმიდა დედა ღვთისმშობლის წიაღში ჩაისახა პატარა ბაია, იესო ქრისტე. ხო და მარიამი უკვე მიდგომილი იყო, ანუ ორსულად იყო და უკვე დღე-დღეზე მშობიარობას ელოდებოდა. მაგრამ სახლი ვერ ნახეს ბავშვები და სადაც აგაკუნებდნენ, კარებს იუღებდნენ, მაგრამ ადგილი არა გვაქვს, ვერ მიგიღებთ. ხო და იესო ქრისტესთვის ადგილი არ აღმოჩნდა ბეთლემში. ანუ ამ ხელა წუთი სოფელში მოდიოდა ჩვენი მხსნელი ღმერთი და ადამიანებმა კარებიც არ გაუღეთ, სახლშიც არ შეუშვით. და იოსები იძულებული იყო ბეთლემიდან დასახლებიდან ოდნავ მოშორებით გამოქვაბულში, სადაც დიდი წვიმები რომ მოდიოდა, წყემსები ცხრის ფარას აფარებდნენ ხოლმე თავს. აი
იმ ბეთლემში შეიყვანა მარიამი და როგორც ბოსელში აი ცხოვრობენ ხოლმე ცხრეები, პატარა ესე იგი ხბოები, პატარა ჩოჩორები, ხო? აი ასე იმათ ბაგაში, ბოსლის ბაგაში დაიბადა ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე. იესო სახელია ქრისტე ხსნას ნიშნავს და ადამიანთა მხსნელი დაიბადა. ხო, მერე თურმე ბავშვებო, ზოგიერთი ძალიან დაკვირვებული და ყურადღებიანი მწყემსი ამ დროს ესეთი მეცნიერება არსებობდა, ვარსკვლავთ მცოდნეობა, აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს და ძალიან ბევრ ამას გებულობდნენ, იმიტომ რომ ვარსკვლავებიც, მიწა, ეს ყველაფერი ხო ღმერთის შექმნილია და ადამიანი თუ რამე მეცნიერულად შეისწავლის რამე დარგს, აღმოაჩენს, რომ ყველა მიმართულებაში ღმერთის სიბრძნეა ჩადებული. ხო და თურმე ამ წემსებს ძალიან კარგად ცოდნიათ ვარსკვლავებზე დამკვირვება და ასეთი წინასწარმეტყველება ჰქონდათ საკითხული, რომ როცა ქვეყნის მხსნელი დაიბადებაო, ერთ-ერთი ვარსკვლავი მოსწყდება უცბად ცას და წავა იმ მიმართულებით იმ სოფელში ჩაეშვება, სადაც ჩვენი მხსნელი დაიბადაო. და უცბად არ დაინახეს ამ წყემსებმა, რომ ერთი ვარსკვლავი მართლაც მოსწყდა ცას და წავიდა რაღაც მიმართულებით. და წყემსები გაყვნენ, მიხვდნენ უკვე რომ ალბათ ჩვენი კაცობრიობის მხსნელი დაიბადაო და საჩუქრები მივართვათ. და წყემსებმა ასე ბეთლემის გამოქვაბულში მოუტანეს პირველი საჩუქრები ქრისტეს. მური, ოქრო და გუნდრუკი. ეს საეკლესიო ნივთებია. ოქრო სიმდიდრეა, მოგეხსენებათ. გუნდრუკი არის აი საქმევას რომ უკმევთ ხოლმე ტაძარში. და ესეთი საჩუქრები წარდგნენ და თან იცით რა იყო? ქრისტე ხო პატარაა საყვარელი ლამაზი. ჯერ პატარაა, ხო? და ასე მუხლი მოუყარეს და მეტანიები გაუკეთეს და თაყვანისცეს. პატარა მაიას. აი ასეთი ლამაზი შობა და მე ხა წარმოიდგინეთ რა ლამაზი იქნებოდა ბოსელში ყველა ცხოველს უხაროდა ქრისტეს დაბადება, ბედნიერები იყვნენ, ესე იგი ცხოველები მხიარულობდნენ, ძალიან გახარებულები იყვნენ, იმიტომ რომ ისინიც კი განიცდიდნენ, რომ ქვეყანას ხსნელი მოევლინა. რა თქმა უნდა, ყველაზე ბედნიერი იყო მარიამ ღვთისმშობელი, არა იმით, რომ პირადად დედა გახდა, არა იმით, რომ ის გახდა იესო ქრისტეს დედა, არამედ იმით ყველაზე პირველი, იმით, რომ კაცობრიობას ხსნელი მოევლინა. აი როგორი მზის გულიანი დედა გყავს ყოველ წმინდა ღვთისმშობელი, იმიტომ რომ იცოდა, რომ კაცობრიობას ხსნა საიდან არ ქონდა და ამიერიდან კაცობრიობის მხსნელი რომ მოევლინა, აი პირველ რიგში ეს აბედნიერებდა დედა ღვთისმშობელს, ჩვენ საყვარელს. იესო ქრისტეს შობა. ამ დროს ისრაელის ქვეყანა ცალკე სამეფოს აღარ შეადგენდა და ემორჩილებოდა რომის იმპერატორს, ანუ კეისარს. მაშინდელმა კეისარმა გადაწყვიტა შეეთხო რამდენი სული მცხოვრები იყო მის საბრძანებელში. ამისთვის გასცა ბრძანება. ყოველი ჩემი ქვეშევრდომი გამოცხადდეს იმ ქალაქში, რომელსაც ეკუთვნოდნენ მისი წინაპარნი და იქ ჩაეწეროს. იოსები და მარიამი მეფე დავითის შთაომავალნი იყვნენ, ხოლო ამ მეფის სამშობლო ქალაქი იყო ბეთლემი. ამიტომ იოსები და მარიამი ნაზარეთიდან ბეთლემს უნდა წასულიყვნენ და იქ ჩაწერილიყვნენ. გზაზე შეაგვიანდათ და მხოლოდ პინდისას მივიდნენ ბეთლემს.
ქალაქი მთლად გავსებული დახვდათ მოსული ხალხით და ბინა ვეღარ იშოვეს. ადგნენ ქალაქის განაპირას გავიდნენ და შეეფარნენ გამოქვაბულს, სადაც მწყემსები ცხვარს აბინავებდნენ. სწორედ ამ ღამეს დაუდგა მარიამს დრო მშობიარობისა. შუა ძე შეახვია და ჩააწვინა ბაგაში. ამგვარი სახით აღსრულდა წინასწარ მეტყველის სიტყვა, რომელიც ამბობდა: ქრისტე ბეთლემში დაიბადებაო. ყველაზე ადრე ქრისტეს შობა შეიტყვეს იქაურმა მწყემსებმა. ეს მწყემსები ცხვარს უდგნენ ღამით და აძოვებდნენ ქალაქის ახლოს. უცებ ცაში რაღაცამ გაანათა და მათ ჰაერში დაინახეს ადამიანის მსგავსი ფრთიანი არსება, ბრწყინვალე ანგელოზი. მწყემსები ძლიერ შეშინდნენ. ანგელოზმა მაღლიდან ჩამოსწახა: ნუ გეშინიათ, მე გახარებთ თქვენ დიდ სიხარულს. ეს არის დავითის ქალაქში დაიბადა მაცხოვარი, ქრისტე ღმერთი. და აი ამის ნიშანიც. თქვენ იპოვით ახალ შობილს, ჩრებში გახვეულს და ბაგაში მწოლიარეს. რაწამს ეს სიტყვები თქვა ანგელოზმა, მის გვერდით გაჩნდა მთელი გუნდი სხვა ანგელოზებისა და მათ ერთად იწყეს გალობა. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამ გალობით ანგელოზები მაღლა წავიდნენ და ცაში გაუჩინარდნენ. როცა მწყემსები გონზე მოვიდნენ, საჩქაროდ გასწიეს ბეთლემისკენ. იპოვეს გამოქვაბული, შევიდნენ შიგ, ნახეს ბაგაში მწოლიარე პატარა იესო და თაყვანისწეს მას, ვითარცა ღმერთს. შემდეგ იოსები და მარიამი დაბრუნდნენ ნაზარეთში. აქ იესო იზრდებოდა დედმამის მორჩილებაში. ივსებოდა სიბრძნით და მადლი უფლისა იყო მას ზედა. თანაც მამობილს დურგლობაში ეხმარებოდა, რაც მშვენივრად გამოსდიოდა. მე ახლა წაგიკითხავთ ერთ პატარა ესე იგი ამბავს იგავს იესო ქრისტეს იგავს, იმიტომ რომ იესო ქრისტე იგავებით საუბრობდა. და იგავებით საუბარი ნიშნავს, რომ ჩვენ გადატანითი მნიშვნელობით რაღაც ძალიან დიდ სიბრძნეს გვასწავლიდა, გვეუბნებოდა. აი მაგალითად მეზღვერეები და ცოდვილნი ხედავდნენ, რომ იესო ქრისტეს ებრალებოდა ისინი, რომის მზად იყო მიეტევებინა მათთვის, თუ კი მოინანიებდნენ. ესე იგი იესო ქრისტე მოვიდა ზუსტად იმისთვის ცოდვილთათვის, რომ მათ ის ცოდვები მიეტევებინათ, განეწმინდათ და წაეყვანა სამოთხეში. აი, ამისთვის მოვიდა. ამიტომ თუ ვინმეს ცოდვები გვაქვს საშიში და ტრაგიკული არაფერი არ არის, ეს ნიშნავს, რომ ვინც აღმოაჩენს თავის თავში ცოდვას, ეს ნიშნავს, რომ ჩემთვის მოსულა ქრისტე. ესე უნდა თქვას. და ჩვენ მოვალედ თუ ვინმე თავის თავში ნაკლს ვერ ხედავს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ნაკლი არ აქვს. მან ჯერ არ იცის სწორად დაკვირვება თავისი თავის
და ჯერ სულიერება იმდენი არა აქვს, რომ თავის თავში ნაკლი დაინახოს და რა თქმა უნდა, გამოასწოროს. აი როგორც ჩვენ სწორად ცხოვრებას ვისწავლით, დაკვირვებას საკუთარ თავზე, აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ რაღაცა გამოსასწორებელი გვაქვს. რაღაც შეიძლება ბედიას ისე სწორედ ვერ ველაპარაკებით. შეიძლება მშობლებთან რაღაცა შეცდომით რაღაცას ვაკეთებ. შეიძლება დედას სახელს უწოდებ და ქრისტე მიცი რა გითხრა? ასე არ შეიძლებაო. პატივიეც მამასა შენსა და დედასა შენს. და სახელით რო უწოდო და ასე რო დაუძახო, ნინო წყალი მომიტანე. გვანცა ვაშლი მომიტანე. დავიღალე და უნდა დავისვენო, დამაფარე. დედა სახელი ისეთი ტკბილი სახელია, როგორ შეიძლება დედა დედიკოს რო ადამიანმა ასე უხეშად და ასე სახელით და მეგობარივით და თანატოლივით დაუძახოს. ან ბებიას შეიძლება სახელით რო დაუძახოს ბავშვმა, ბებია კი არაფერს გეტყვის, იმიტომ მას ისე უყვარხარ, არ შეიმჩნევს, მაგრამ შენ მადლს კარგავ საღვთომაც, იმიტომ რომ ეს კანონი ღმერთმა დაგიდო, რომ აქ მარტო დედის და მამის პატივისცემაზე კი არ არის ლაპარაკი, აქ არის უფროსის პატივისცემაზეც. და რა თქმა უნდა, როცა ბებია და ბაბუა თუ პაპა არის ჩვენ ოჯახში, ეს იგივე მშობელია. მშობლის მშობელი უფრო მეტი მშობელია და მოვალენი ვართ, რომ ჩვენ ასევე პატივისცემით მოვეპყროთ. არა მარტო ჩვენ პირად მოხუცებს პაპა ბებიას, არამედ ისედაც მოხუც ადამიანებს გაუფრთხილდეთ, მოვიკითხოთ, გულში ჩავიკრათ, უთხრათ, რომ გვიყვარს, სახლი დაულაგოთ, რაღაცა ტკბილეული მივართვათ. აი როგორც ბავშვებს უყვარს ტკბილეული, მოხუცებსაც ასე უყვართ, იცით, ტკბილეული. შეიძლება შენ არ გითხრას, მაგრამ გულში ძალიან გაუხარდება. აი ჩვენ მოვალენი ვართ ღვთის წინაშე და მე კიდევ ისე მოვალენი ვართ, იცით, მოვათვალიეროთ ჩვენ სოფელში თუ ქალაქში ვინ არის ისეთი მოხუცი, ვისაც პატრონი აღარ აყავს და ვინც ესე იგი ვისაც არავინ ნახულობს, არავინ ეხუტება და ტკბილეული არავის მიაქვს. და ჩვენ მოვალენი ვართ ღვთის წინაშე, რომ ასეთი ადამიანები აღმოვაჩინოთ ჩვენ ცხოვრებაში და ვიზრუნოთ მათ გასაბედნიერებლად. აი ესეც ღმერთმა დაგვავალა. ეხლა უყურეთ აქ რეები წერი, ანუ ცოდილები კი იყავითო, მაგრამ ნუ გეშინიათო, ქრისტემ უთხრა, რომ ყველას გაპატიებთო, ოღონდ იპოვეთ თქვენში ცუდი და აღიარეთ, ესე იგი, ღვთის წინაშე, რომ ესეთი ცოდვა მოგვივიდაო. ბოლოდ უსმინონ და აკეთონ ის, რასაც უფალი ეუნება მათო. იესო ქრისტე, ცოდილები უკან დახვებოდნენ, ხარბად ისმენდნენ მის სიტყვას. მათ უყვარდათ მაცხოვარი, ფარისევლებს და მწიგნობრებს კი არ მოსწონდათ, რომ იესო ალერსიანად ესაუბრებოდა, მათთან ერთად ჭამდა, სვავდა, მათთან ერთად რჩებოდა კიდეც. და იცოდა რა მათი ამგვარი მსჯელობა იესო ქრისტემ უთხრა. ნახეთ ახლა თავარ სწავლებას ახლა გვაწვით. 100 ცხოვარი რომ ყავდეთ და ერთი დაგეკარგოთ, სხვა იცით ხო ბავშვებო? აი ცხოვრების ერთად ყოფნას ქართულად ფარას ვეძახით. აი წყემსი წავიდა, 100 ცხვარი თქვათ დასამწყემსად თაში წაიყვანა, ამთიდან ბარში ჩამოყვა. და აქ ამაზეა ლაპარაკი, რომ უცბად დაინახა, რომ ერთი ჩაუვარდა ორმოში. ხო და ნამდვილი კარგი მწყემსიო, ჩემო ძვირფასო ელენე ძინძიბაძეო, ასე უთხრა, რომ ნამდვილი კაი მწყემსი მიატოვებს იმერთ ცხვარს და იფიქრებ, ვაი ძაკაცო, ამერთ ცხვარს სადავდიო ეხლა. დავალი 99-ს გადავარჩენ. ხო არ გააკეთეს. ნამდვილი კარგი მწყემსი კომბალს დადებს, თახტება ორმოში, იქიდან ჯერ ცხვარს ზურგზე შეისვავს, მიეხმარება ესე, ამოიყვანს ორმოდან და მერე უკვე თვითონ ამობობღდება და დაეწევა იმ დარჩენილ ფარას. და ზოგჯერ არის ხოლმე, როცა პატარა ბეკეკოები ვეღარ მოსდევენ ფარას, იცი კაი მწყემსი დასაკეთებს? ამ პატარა ბეკეკოს მხარზე შემოიგდებს ესე. ის ხო პატარა დაიღალა, ვეღარ დადის და რა თქმა უნდა ცოტა მძიმე კი იქნება,
მაგრამ ნამდვილი კარგი მწყემსი 100 ატარებს. ცით? ხო და ეხლა ამით რას გვასწავლის? აი თქვათ, ერთი ადამიანი ჩვენთაგანი, აი მოდი ჩვენზე ვისაუბროთ, ხო? 77 ოჯახია ეხლა შემოსული. ეხლა სიტყვაზე მოიცა, ეხლა გადავავლოთ თვალი გითხრათ, ჩამორჩენილი ცხრები ვინ არიან ჩვენ ფარაში, გადავალოთ და აი აღმოვაჩინე, რომ რამდენიმე ადამიანს გამორთული ქონია ჩვენი კამერა, ანუ ჩამოგჩნდნენ ესენი. აი დავასახელო თუ არ შევარცხვილო ეს ბავშვები ეხლა. აგერ ყველა მიწერია ზოგი სახელები წერია. აბა დროზე ჩართეთ, დროზე თორე დავასახელე ეხლა თქვენი სახელები და გვარები. ესე იგი, მე ასეთ ადამიანებს ვინც არ თავს ხოლმე. იცი რას ვეძახი? ლარმაცები წამოწნენ და თუ ხან უსმენენ, ხან არ უსმენენ. შეიძლება ჭამენ კიდეც, შეიძლება ძინავთ კიდეც, შეიძლება ხიარულობენ კიდეც რაღაცებს, ბალიშებს ესწრიან, დედმამიშვილები ერთმანეთს და ერთობიან. ხო და მოდი ამ შემთხვევაში ჩვენ ერთ-ერთი ავიღოთ, აი თანდაც რო გავიყვანე, რომ ეხლა ვინ არ ჩართავს, რომ დავასახელო, ხო და ჩამორჩა. აი ამათ დავადახოთ, ესე უწოდოთ ჩამორჩენილები. რო ჩამორჩენილია, კაი მასწავლებელი ასე იტყვის, არ მისმენენ და ნუ მისმენენ, კაცო. კაი მწყემსი და კაი მასწავლებელი ხო არ იტყვის? კაი მასწავლებელი ასე ეტყვის. აი ცირას ეტყვის, ცირა კანთელაშვილს, ჩემო საყვარელო, ხო კარგად ხარ, რატო არ ართავ, ცუდად ხომ არ ხარ? ხო არაფერი გიჭირს, თუ ჩამოვიდეთ ჩვენთან კოცაში და ჩაგეხუტოთ, იქნება რა პრობლემაა? იქნებ თვალი არ მუშაობს, ახალ თვალს შეგიძენ, ჩამოგიტანთ, ხო? კარგი მასწავლებელი მოიკითხავს, ზია გრიგალაშვილი, რატო არ შემოდის გაკვეთილზე, ხო? ხომ მშვიდობით ახარ? რამე ხომ არ გიჭირს, ჩემო საყვარელო, ასე მოიკითხავს და თუ რამე პრობლემა აქვს, კარგი მასწავლებელი მოეხმარება პრობლემის აღმოფხვრაში და მე გაიქცევა, რომ დააწიოს ეხლა იმ დაწინაურებულ ფარას. რომ არ ჩამორჩეს ეს მისი მეგობარი, აი მასწავლებელი, ნახეთ, სიტყვაზე ანანოს თუ გაცივდა და შეუძლოთ იყო და ერთი კვირა ვერ იარა სკოლაში. აი მასწავლებელი დაიტოვებს ანანოს შაშიანი და ნინო მასწავლებელი, აი მასწავლებელი და დაეხმარება, დატოვებს გაკვეთილის მერე, დაუხმის თუ რამე ვერ გაიგო და უცბად დააწევს პროგრამას. ხომართალია. თორე ცუდი მწყემსი კი ასე იძაღი. სად ვეძებო ეხლა ანანო გააცდინა, ჩემი საქმეა გააცდინა თუ არა. დაუწერ 4-იანს ან 3-იანს. კაი მასწავლებელი, ესე იგი დაიბარებს დამატებით, სახში გაუვლის. თუ რამე პრობლემა აქვს, მოეხმარება და მერე დამეკობრდებიან. მაგარია ესე, აი აქ არის ზუსტად ეს სწავლება გადმოცემული, რომ ესე იგიო, ქრისტე იმერთ ცხვარს არ დატოვებსო, წავო, მოიძევსო და იხარეთო, ეტყვის ვინაიდან ჩემი დაკარგული ცხვარი ვიპოვეო. აქ იცით რა ძალიან დიდი აზრია ჩადებული. უყურეთ, კიდე მეორე ნახეთ ამაგარი სწავლება. აი თქვათ, ნიკოლოზ ყვანკიძემ გაიგო, ჭიათურიდან გაიგო, რომ იოანე გოგატიშვილს რაღაცა, ესე იგი, დახმარება სჭირდება. და ნიკოლოზმა გადაწყვიტა ფინანსური დახმარება სჭირდება და გახსოვთ ნატალიას რო ეხმარებოდით, ნატალია ბლიაძეს. იცი როგორი ერთსულოვნება იყო სამშობლოსნობის ჯგუფში, ჩოხოსნების ჯგუფში, ყველა ასე სოფლებში, ქალაქებში შესაწირი ყუთები დაუდგით ბავშვებო, ეთო მასწავლებელს ახსოვს. და უგროვებდნენ სოფლებში, უბნებში, სკოლებში, ასე ხურდები, თითო ლარი, 10 ლარი, 20 ლარი, ვისი საშუალება ჰქონდა და ასე უგროვებდით და ურიცხავდით ამ თანხებს, რომ გადაგვერჩინა ადამიანი და აი ამ ერთსულოვნებამ, ამ სიყვარულმა ღმერთმა შეისმინა ეს ყველაფერი და ნატალია გადავარჩინეთ. აი ამ ერთობის ძალით. ხო და ეხლა ნიკოლოზმა გაიგო, რომ ესე იგი იოანეს უჭირს და უგროვებს თანხას. და დაუგროვდა თქვათ 100 ლარი. ლარიანებით შეაგროვა და 100 ლარი დააგროვა. მაგრამ უცბად გადათვალა და 1 ლარი ვერ იპოვა ვერსად. იმიტომ
აბა ამდენი ლარიანები, 1 ლარიანი და 2 ლარიანები ხო ბევრი არის და ზოგი სადღაც გაუგორდა 1 ლარიანი და გაგორდა და სადღაც საწოლის ქვევიდან შეძრა. ხო და ეძებს და ეს 1 ლარი ვერ იპოვა. ეხლა ნახეთ აქ რას გვეუბნებიან. ნიკოლოზი ასე იტყვის, კაცო მოიცა 100 ლარი მქონდა და ის 1 ლარი სად წავიდა. ხო, ამ 99 ლარს ცალკე შეინახავს და იმ 1 ლარს დაუწყებს ძებნას. ხო მართალია ელენე. იმიტომ რომ ივანეს უჭირს და იქნება ის 1 ლარი გადამწყვეტიც კი იყოს. ეძება და 1-2 საათის ძიების მერე აღმოაჩინა რომ სადღაც ღრეჩოში ჩავარდნია ის 1 ლარი. გაგორდა და ამოიღებს იქიდანო, დაუმატებს და თავის ასლას შეაგროვებს და ივანეს გადასცემს თავის მეგობარს. აი აქ ნახეთ რა წერია ახლა ქრისტე გვეუბნება. ესე იგი რომ ამ დროსო ჭკვიანი მეპატრონეო, რო დაკარგა ერთო დაანებებს თავსო, არაო, წავა მოძებნის, იპოვის და მეგობრებს და მეზობლებს დაუძახებს თუ იპოვაო. თქვენ გამოგიცხადეს, ვიპოვე მასწავლებელო, იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან დაკარგული ის ლარიანი ვიპოვნეო. ეხლა გეუბნებით, ასევე ხარობენ ღვთისანგელოზნი ერთი მონანული ცოდვილის გამო. აი უყურეთ ახლა რა არის მონანული, აი ვიღაცა ახლა ჩვენ იცით რომ ჩვენი პირველი სწავლება, ჩვენი მიზანი სამშობლოს ცოდნეობის ის არის, რომ მოვიყვანოთ ყველა ბავშვი ეკლესიაში. რომ ყველამს თავისი მოძღვარი ყავდეს, რომ აღსარება ყველამ ჩააბაროს, რომ ზიარება დაიწყოს ყოველ კვირა ადამიანმა. აი თქვათ სიტყვაზე, რომელი ერთ-ერთი ჩვენთაგანი თქვათ არ დადის. აი იცი რა გაუხარდება ღმერთს და ანგელოზებს ყველაზე მეტად, რომ აი თქვათ ელენე ღონღაძე არ დადიოდა და მეგობრებმა უთხრეს, წამოდი ჩვენთან ეკლესიაში, რატო არ დადიხარ? აგერ ხეკლა მემიშიში მეგობარია, იმან უთხრა, წამოდი და ასე ჩვენი მრავალი მცდელობის შემდეგ ამ კვირას ელენე ღონღაძე წავიყვანეთ ტაძარში ჩვენთან ერთად, მამა ზაქარიას ჩააბარა აღსარება და ჩვენთან ერთად ეზიარა. აი ეს გაუხარდებაო, წარმოიდგინეთ, ერთი ადამიანი რო არ იყო ღმერთში და ჩვენი ერთად დახმარებით მოვიყვანეთ ღმერთში, აი თელზეცას უხარიაო. წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ ანგელოზების, კეთილი ანგელოზების ღმერთის და ზეციური ძალის მიზანი ის არის, რომ ჩვენ ყველა ვცხონდეთ და ყველა ვიყოთ ღმერთის წიაღში, ყველა ვიყოთ ბედნიერები. და ღმერთის გარეშე ადამიანი იქნება ბედნიერი? აი ესეთი სწავლება მოგცა იესო ქრისტემ და მეც მინდა გითხრათ, რომ აი ჩვენს უნდა არა პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა განვაწყოთ, რომ ყოველთვის ღმერთის წიაღში ცხოვრობდეთ, თუ ღმერთზე ვფიქრობდეთ, იმას რამე აზრი რომ მოგვივა, განსაზღვროთ, აბა ეს ღმერთისთვის სწორი იქნება, ღმერთს მოეწონება ეს რო გავაკეთო და თუ ღმერთს არ მოეწონება, არ გავაკეთო, იმიტომ რომ ასე გამოვხატო ჩემი ღმერთისადმი სიყვარული. ხო და თუ დავინახეთ, რომ ჩვენს ირგვლივ ან კლასელი, ან ბიძაშვილი, მეზობელი, ან ჩვენი ახლობელი ვინმე ეკლესიურად არ ცხოვრობს და არ დადის, ხო? აი ჩვენ ღმერთმა გვასწავლა, რომ ვიფიქროთ, ვილოცოთ და დავეხმაროთ ამ მეგობარსაც, როგორ მოვიყვანოთ და როგორ შემოუერთოთ ჩვენ ერთობას. აი ეს გვევალება ჩვენ ქრისტიანებს, ესე იგი, ეხლა მე ჩემოდ ვიფასებო ერთი სასიხარულო ამბავი მინდა გითხრათ. იცით თქვენ რომ ვარკეთილში თბილისში ჩვენ სამშობლოს ცოდნეობის ჯგუფი გვყავს, ხო და იქ ერთი ფარქოსაძე სესილი მყავს, პატარა ბავშვია, მესამე კლასელი. აი ჩემმა თეკლემ იცის მევეშიშმა, ხო და ასეთი საჩუქარი დამიმზადა ამ პატარა სესილი. აი ეხლა არ ვიცი აქ როგორ დაიწერება, მაგრამ აქ წერია ლექსო მასო. ასე ლამაზად შეიძლება უკვე მოაჩვენოს, ხო აქ ეხლა ეს. მოკლედ ასე დაწერია, ასე ლექსო მასო და
კარგად ჩანს, ხო და ასეთი სიყვარულით დამიმზადა, ხო და ამ ყვავილების გამოყვანაზე რომ იყო, ეს არის თექა ბავშვებო, ძველი ქართული ხელოვნები, თექაზე დამზადება და აი ეს ლამაზი ყვავილი რომ უნდა გაეკეთებინა და უნდოდა რომ ყვითელი გული გაეკეთებინა ამ ყვავილისთვის, უცბად ბავშვებო მოხდა სასწაული და სესილის თვალებიდან ნამდვილი მზე ჩავიდა ამ ყვავილის გულში. და მზესავით წინავს ეხლა და მე რაღაცა პრობლემები მქონდა სერიოზული სესილიმ რო ეს მაჩუქა და მე თქვი ახლა თუ ახლა ეს სესილი მთელი გულით გააკეთა აუცილებლად სასწაულმოქმედი იქნება მეთქი, ესე იგი ღმერთის სიყვარული ჩავიდოდა და ესე დავკეცე, დავიდე გულზე და ჭხამიანი ისრები მომშორდა და მთელი გული სიყვარულით ამევსო და მე ვაჩვენეს უყველას რომ ასე ვთქვი კიდეც რომ აი არაფერი რომ აღარ გამაჩნდეს თემ სოფლიოში და ერთადერთი ეს სესილის გულით მოძღვნილი საჩუქარი გამაჩნდეს სოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები მეთქი მაინც და აი ასე მომეფერა სესილი და მინდოდა რომ ეს სიყვარული თქვენთვის გამენაწილებინა. აი იმის შემდეგ ჯიბით დამაქესა და ყველა გაკვეთილი ამით დავიწყე სამშობლოს ცოდნეობის და ეს სიყვარული ყველა ბავშვს გაუნაწილე იმდელად ძალიან გამაბედნიერა ამ ამბავმა. ბერები ისხდნენ ესე და ერთმა ბერმა რომელსაც უნდოდა რომ სხვებისთვის რაღაცა ესწავლებინა, ეს ბერი ადგა, მოიხადა თავისი ქუდი, ძირს დააგდო და ფეხით გათელა ეს. კარგად გათელა. მერე ისევ აიღო ეს ქუდი, დაიფარა და ისევ დაჯდა. ეხლა ეკითხებიან რომ ეს რატო გააკეთებ, შემთხვევით რომ არ გააკეთებ და იცოდნენ, იმიტომ რომ ბრძენი კაცი იყო და რატო გააკეთე ეს მაგალითი, რატო გიჩვენეოდა. რა უთხრა ამ ბერმა იცი? ვინც თავის ნებასო, აი ესე არ გათელავსო, ის ვერ გადარჩებო. ანუ ნება რას ნიშნავს? აი მინდა, ეს მინდა, ის მინდა, ის გესმით? ვინც თავის აი ამ მინდას, მოდი დავწეროთ ეს მინდა. ვინც თავის აი ამ მინდას, აი ესე არ გათელავსო, როგორც ეს ქუდი გავთელეო, ის ვერ გადარჩება, ვერაც ხონდება. გესმით რა შეიძლება? ის კი არ უნდა იფიქროს კაცმა, მე რა მინდა. არამედ უნდა იფიქროს ღმერთს რა უნდა. და ესეთი კაცი იქნება მორჩილი ღვთისა და ესეთ კაცს ის მახეები ვერ შეეხება, იმიტომ რომ ის იქნება მორჩილი. ღვთის მორჩილი იქნება. იმიტომ რომ ზოგჯერ როგორ არის იცით? ჩვენ რაღაც ისეთი გვინდა, რაც ჩვენ არ გვჭირდება, არაფერში არ გამოგვადგება. აი მაგალითად ზოგჯერ ადამიანს აქვს რაღაცა ტელეფონი, რომელიც რეკავს, მესიჯს გზავნის, სურათს იღებს. უნდა რაღაცა ისეთი ტელეფონი, რომ აი ბოლო მოდელი ესე იგი. არა და არ ჭირდება. აი 10 წლის ბავშვია, 9 წლის ბავშვია და უნდა რაღაცა ისეთი ტელეფონი, რომელიც ფუნქციებით მას 10%-იც კი არ იცის, რაში სჭირდება, რომ გამოიყენოს ეგეც არ იცის. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ აი ამ ქვაბმა რო თქვას, დააკვირდით ქვაბი, ხო ხედავთ? რომ აი ამ ხელა თავსახური მინდა. დაახლოებით ეგეთი რაღაცა ადამიანი რო ამბობს, რომ მე აი რაღაცა ისეთი მინდა და იქნება არ გჭირდება. ეხლა ამ ქვაბს ჭირდება ეს თავსახური. ხო არ ჭირდება. ამ ქვაბმა რო თქვას, რომ ეს პატარა ყური არ მინდა, დიდი ყური მინდა, აი ესეთი დიდი, ამ ხელა ყური რო კონდეს ეხლა. მოუხდება? ხო და ისევე არ უხდება ადამიანს ისეთი რამე, რაც არ ჭირდება. რაც არ ჭირდება. ისე რომ ყველაფერი უნდა ღვთის მორჩილებით, თავშეკავებით უნდა იცხოვროს. აი მაგალითად, ადამიანს შეიძლება ყავდეს ავტომობილი, რომელიც დადის მშვენივრად, არაფერი არ ჭირს, მაგრამ მას უნდა რაღაცა ისეთი. სხვამ რომ თქვას, რომ ნახე როგორი მანქანა ყავს, არ ჭირდება, რეალურად არ ჭირდება. და ადამიანი ცხოვრებას ირთულებს ამით. და 1000 გვარ მახეში ებმევა. მოციქული პავლე იცით რას ამბობს? ადამიანსო თუ
საზრდელი, ანუ საკვები და შესამოსელი აქვსო, ამას უნდა დასჯერდესო. და ვისაც გამდიდრების სურვილი აქვსო, ის მრავალ უცნაურ და მავნებელ გულის თქმაში ვარდებაო, რომელიცო ადამიანს დაანთქავენ, ანუ ადამიანს დაღუპავენ, ძირს დააგდებენ. და ადამიანები ამითი იტანჯებიან ძალიან ხშირად. ის უნდათ, რაც არ აქვთ და რაც არ ჭირდებათ, მაგრამ უნდათ. ადამიანი აი ამ მინდას თუ არ გათელავს, მინდათი თუ იცხოვრებს, ის ვერ გადარჩება. მაგრამ თუ იმით იცხოვრებს, რაც საჭირო და ღმერთს რა უნდა ჩვენგან, ესეთი ადამიანი იმ იმებს გადაურჩება, მახეებს. მამა ვასილმა რაზეც ისაუბრა, ეგ ჩემი საყვარელი ის არის, რა ქვია. წმინდანის ცხოვრებიდან არის, ზაქარიას ცხოვრებიდან არის ის მომენტი. ზაქარია ეგვიპტელი ესეთი კირიონი და ზაქარია იყვნენ ესეთი მამაშვილი, რომელიც ეგვიპტის უდაბნოში ცხოვრობდნენ და რა ერთი წამი დამაცადიშვილი რაღაც საუბრო. და ეს მამამ წაიყვანა ზაქარია ბავშვობაში იყო, ძალიან გაჭირვება ჰქონდათ ოჯახში და მამამ წაიყვანა ზაქარია უდაბნოში თავისთან მონასტერში, მამათა მონასტერში. დედამ წაიყვანა გოგო დედათა მონასტერში. და ზაქარია პატარა ბავშვობიდანვე იზრდებოდა ამ ეგვიპტის უდაბნოში და მონასტერში იყო და იმდენად ესეთი დიდი მას მიაღწია ღვაწლს, ასე თქვა, იმდენი იღვაწა და ისეთ მართლს მიაღწია, რომ ყველა ეკითხებოდა ჭკუას, ისეთი ბრძენი იყო, ბრძენი, კი ყველაზე ახალგაზრდა იყო, მაგრამ ისეთი ბრძენი იყო და ერთ-ერთი შემთხვევა მე ადრეს არ ვიცი, უსმენდა მოყევი მე ამაზე და ერთ-ერთი შემთხვევა იყო, როცა ზაქარიას ან პრობლემა რა იყო, იცი რომ იყო ძალიან ფიზიკურად, იყო ძალიან ლამაზ და იქცევდა ყურადღებას. ძალიან ესეთ ყურადღებას იქცევდა და ამას ეს არ მოსწონდა, იმიტომ თავდაბალი იყო ძალიან და იმის გამო რომ ეს ყველაფერი დაეფარა უდაბნოში, წავიდა გაიპარა. და რაღაც ტბა იყო, შავე ტბა რაღაც ისეთი, შხამიანი წყალი იყო შიგნით და ნესტოებამდე ესე ჩადო სახე და მთელი დღის განმავლობაში ქონდა ამ წყალში და ეს ისე დაუმახინჯდა სახე, რომ დაბრუნდაო მონასტერში. ხო, მამამისმაც ვერ იცნო და რომ მივიდა ზიარებაზე რომ მივიდა, თავისმა მოძღვარმა უთხრა, ზაქარიაო, შენო გუშინო როგორცო კაცი ისე ეზიარეო და ესე რომ დღეს როგორც ანგელოზი. და ანუ ეს დაუფასა, რომ ესეთი თამდაბლობა გამოიჩინა და ასე თქვა გაექცა იმ ყურადღებას, რაც იყო მის მიმართ გამოვლენილი ხშირ შემთხვევაში. ეს არის ის პერიოდი, როცა მოსეშავი მოღვაწეობს მონასტერში. მოსეშავის თანამედროვე იყო და მოსეშავი მოგეხსენებათ იყო უდიდესი მამა თავისი მოღვაწეობით. საკვირველ მოქმედების ნიჭი ჰქონდა მოხვეჭილი და სასწაულმო წინასწარმეტყველი გახდა და მოკლედ საოცარი ადამიანი იყო. იმდენად თავდაბალი იყო, რომ მაინც ბოლოს ითხოვა, რომ ქრისტესთან ითხოვა, რომ მეცო ისე დავისაჯოო, როგორცო მე ვჯიდი ადამიანებსო, როცა ვყაჩაღობდიო მაშინ. და აუსულა კიდევაც ქრისტემ ეს. და სანამ ეს მოხდებოდა, ზაქარიასთან მივიდა და ზაქარიაო, მონაზონიო, როგორ უნდა გახდესო ადამიანიო და შენო მე ამხელა მამა ხარო, ამხელა გამოცდილებისო და შენ მე მამა მაგას მეკითხებიო, მე რატომ მეკითხებიო მაგასო და არაო უთხრა მოსეშავმა, მეო შენზეო სულიწმინდის მადლი ვიხილეო, გარდამოსულიო და შენგან მინდაო ეს პასუხიო. და აი მაშინ მოიხადა ზაქარია ეგვიპტელმა ეს ქუდი, დააგდო ძირს, გათელა, დააბიჯა ფეხი, აიღო და თქვა, თუ კაცი ასე არ გაითელება, ის მონაზონი ვერ გახდება. და ზუსტად იქიდან ქონდა მამაბასილს ეს აღებული ეს მაგალითი, რა თქმა უნდა, ცოტა მხატვრული იმით ქონდა ეს გადმოცემული და საინტერესო ძალიან კარგად ქონდა,
უფრო ესე გასაგებად, იმიტომ რომ თითეული ადამიანის ვალდებულება არის ზუსტად რა გაათავისუფლოს საკუთარი თავი გულგრილობისგან. გულგრილობა არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ცოდვა. გაათავისუფლოს თავის საკუთარი თავის წარმოჩენისგან. ანუ აპარტავნება ამ შემთხვევაში იგივე. გაათავისუფლოს თავის თავი იმ წარმოდგენებისგან, რომ რაიმე შეუძლია ღმერთის გარეშე. და ისწავლოს მორჩილება. ყველაზე კარგი ეგ არის. ანუ პირველი და უპირველესი საერთოდ ბერის ცხოვრებაში და არა მარტო ბერის, იმიტომ რომ ჩვენ ეს ხაზგასმით უნდა ვთქვათ, უნდა დავაკავშიროთ, რომ ზუსტად ბერების მორჩილება და მათი ცხოვრების წესი აი უნდა გადმოვიტანოთ ერში. შეიძლება ისეთივე ფორმით ზუსტად არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ სხვა დონე არის მორჩილების, მაგრამ მსგავსებით და მაგალითით. და მაშინ იქნება თქვათ ის, რაზეც ამბობს, ხო, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. კაცთა შორის სათნოება იქნება მაგ დროს, როცა იქნება ერთმანეთის მორჩილება და არ იქნება გულგრილი დამოკიდებულება, არ იქნება ესეთი შეხედულება, რომ შენ რა იცი, მე უფრო შენზე მეტი ვიცი. ერთმანეთს რა მოусმენ ადამიანი და შესაბამისად თავის თავს წარმოაჩენს და ახლა თუ თავის თავს წარმოაჩენს და წამოწევს თავს და მე ვარაცავა, რომ მაშინ გამოდის, რომ ის საკუთარ სურვილებს და თავის ასე ვთქვათ მე ეს როგორც მამა ბასილი ამბობდა ართელავს და არ ანუ ნების უარყოფა არ შეუძლია. მაგრამ თავარი ქრისტიანობაში არის ნების უარყოფა. ქრისტემ ზუსტად ეს გვასწავლა ჩვენ ეს მოგთხოვა, მოდი ასე ვთქვათ, რომ ქრისტეს ნება ვიცით ჩვენ რა და მისი შესაძლებლობები. და ქრისტემ შესაძლებლობები არ გამოიყენა. ქრისტემ გამოიყენა ის ნება, რომელიც ნება საუკეთესო იქნებოდა მომავალში ადამიანებისთვის. თორე შესაძლებლობები რომ გამოიყენებინა, ვიცით ალბათ მარტივია, მარტივი მისახვედრია ის, რომ რა მოხდებოდა, ხო? ამიტომ ნახეთ, მან აღასრულა ნება. ის ნება, რომელიც თანამონაწილეს თვითონ იყო. მონისხატი მიიღო, გადმოვიდა მამის ლოცვა-კურთხევა, სწორიწმინდის მადლის, ასე ვთქვათ, ლოცვა-კურთხევა და თავისი ერთობით ეს აღასრულა და დაითმინა ყველაფერი ტკივილი ჩვენთვის. ანუ აღასრულა ნება. და ახლა უარყო თავისი ნება. საინტერესოა, ხო, ახლა რატო უნდა მოსულიყო ღმერთი დედამიწაზე? და ზუსტად აი ეშმაკმა ნახეთ, ეშმაკს იესო ქრისტემ დაუმტკიცა ის, რომ ნახე ღმერთმა ანუ აჩვენა რა, იმხელა სიმდაბლე, რომ ღმერთს შეუძლია ანუ ნება თავისი ნების საწინააღმდეგოდ წავიდეს, ანუ სურვილის საწინააღმდეგოდ. შეიძლება ღმერთს იმის სურვილიც ჰქონდა, რომ ჩვენ დავესაჯეთ, მაგრამ ნახეთ, იმიტომ რომ ჩვენ მისი შვილები ვართ, არა, არ დაგვსაჯა. გადმოვიდა დედამიწაზე და განკაცდა და იტვირთა. ანუ ჩვენ გვიტვირთა. ანუ ჩვენ ანუ ჩვენი გულისთვის ყველაფერი გააკეთა. და გვასწავლა ჩვენს, რომ ეხლა თქვენს თუ გინდათ რომ დაიბრუნოთ ის დაკარგული 64, თქვენც იტვირთეთ ის წუთი სოფლის ჯვარი, წუთი სოფლის თან. დროებითი ჯვარი იტვირთეთ. გათელეთ თქვენი სურვილები. გათელეთ თქვენი შესაძლებლობები ზოგჯერ, რომელსაც გონიათ რომ ესე გამოიყენებთ ახლა და ვიღაცას აი გამიშვით, გადაული და აი გავიმარჯვებ და ასე ვიქნები და ესე ვიქნები და აი როგორც პეტრე მიშიშვლა, მახვილი და ყური რომ უაჭრავ, დევთავრის მონას და რა უთხრა ქრისტემ, რომ აი მოქმედებას მოყვება უკუქმედება. ანუ ვინც აიღოს მახვილი თვე დაისაჯოს. ანუ ფაქტობრივად რა გამოდის, ადამიანი ჩვენ როგორც ვიქცევით, ანუ თუ ავასრულებთ ნებას ღვთისა, მაშინ ჩვენ გამარჯვებული გამოდივართ. მაგრამ თუ ავასრულებთ ნებას ჩვენსას, მაშინ ყველა შემთხვევაში დამარცხებული გამოდივართ. ასე რომ ის შეგონება რაც მამამ თქვა, ზუსტად ვეხება ჩვენ, რომ არის რაღაცები, რაც ისი დათმობას უნდა შეგვეძლოს და ყველაზე თავარი ქრისტიანობაში არის, რომ არ უნდა ვიყოთ არაფერზე დამოკიდებული. გარდა ღმერთისა.
ვერცე დამოკიდებული რომ ვიქნებით, მაშინ შევძლებთ ადამიანების გვერდით კომად დახმარებას, სწორგზაზე დაყენებას და როცა ვიქნებით დამოკიდებული რაღაცაზე, თუნდაც ბევრ ფულზე, თუნდაც რა ვიცი რაღაც დიდ კაცებზე თუ მთავრობაზე, აქ შემთხვევაში აუცილებლად გაწმილებული გამოვალთ და არ ჩვენთვის არ იქნება სასარგებლო და სხვასაც შესაბამისად ვერ მოუტანთ სარგებლოს. ასე რომ მორჩილება საკუთარი თავის რაღაცა ნების უარყოფა არის პირდაპირ გამოვლენა მართლმადიდებლური ცხოვრების და ამაში უნდა გავძლიერდეთ. მაშინ უნდა ვიყოთ მტკიცეები. მერთმა გაგაძლიეროთ, მერთმა ძალა მოგცეთ. მშვიდობა და სიკეთე მოგმადლობთ უფალმა. დაიხარეთ მამაო, ჩემო ძვირფასებო, თქვენ იცით რომ 9 საათზე მამა ბასილის ჩართვა იწყება ეხლა, ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ, ხოვთ რომ ჩვენ დაგვემშვიდობეთ და შეუერთეთ მამა ბასილს. შემდგომში ჩვენ რა თქმა უნდა ცოტა შევცვლით რომ ინტერვალი დიდი იყოს, ვიდრე 1 საათი, ამას კარგად მოვიფიქრებთ როგორ ჯობია და რამე. გემშვიდობებით ყველას მიყვარხართ, ყველას გეფერებით. განსაკუთრებით ყუპებს მინდა ჟინვარში მოვეფერო, გოგოებო, მომენატრეთ ძალიან. მომენატრეთ ძალიან, ტკოცელებს მოგეფერებით, ძალისელებს, ცხეთელებს. აგენ ელენე ძინძიბაძე ჩვენი ლამაზი გოგო გამოჩნდა. ელენე ძინძიბაძე უნდა ძაძამიძეს გავაცნო კიდე. ძალიან ორივე ლამაზი ელენე ხართ და ორივე ტკბილები და ვიცი რომ თქვენ დიდი მეგობრები გახდებით. აბა თუ მოძებნის ერთმანეთს Facebook-ზე და დამეგობრდებით, ელენე ძინძიბაძეს ვეტყვი რომ ძალიან მაგარი გოგოა ელენე ძაძამიძე, მსოფლიოში ყველაზე მაგარი გოგო და ძალიან მაინტერესებს ეს მჭედლიძეები, საიდან არიან, მერე ვისაუბროთ, გვანცა და მარიამი და მოდი არ შეუშალოთ ეხლა ხელი, აღარ გავაგრძელოთ და ესე იგი გთხოვთ რომ 8 საათზე შემოდით რომ 9-ზე დავამთავროთ ხოლმე ლამაზად რომ მამა ბასილსთან არ გადავიმკვეთოთ ჩვენ და ორივეს რომ მოსმენის საშუალება გქონდეს. აბა გემშვიდობებით, დროებით და მიყვარხართ. ახონდის.